მე ჩემი თვითმყოფადი ქვეყნის კულტურის პატივისცემა მნიშვნელოვანწილად სწორედ საქართველოს მასწავლა. და ამისთვის ძალზე მადლიერი ვარ საქართველოს. დაღესტნელი გენიოსის ეს მადლიერება მაჩვენებელია იმისა, თუ რა მჭიდროდ არიან დაკავშირებული დაღესტანი და საქართველო ერთმანეთთან კულტურისა და ყოფიერების თვალსაზრისით. რასულ გამზათვევი ხშირად სტუმრობდა საქართველოში, ძალიან ხშირად. 25 წლის განმავლობაში თითქმის ყოველ თვეს ჩამოდიოდა. ყველა ასეთი სტუმრობა მხიარულებითა და ზეიმით სრულდებოდა. არ დამავიწყდება ერთი ასეთი შემთხვევა, როდესაც მის საპატივცემულო სუფრაზე კარლო კალაძემ მას უთხრა: რასულ, მინდა გაგახაროთ. ამ დღეებში ალის წიგნი გამოდისო. ეს 70-იან წლებში მოხდა. რასულმა გაიცინა და უპასუხა: მერე რა, ჩემი წიგნები ყოველთვე გამოდის მოსკოვშიო. კარლომ კი მიუგო: საუკუნეების მანძილზე ლეკი ვაჟები ქართველ გოგოებს იტაცებდნენ. ახლა კი ქართველმა გოგომ მოიტაცა დაღესტნის საუკეთესო ჭაბუკი და ამიტომ ეს ლექსები სათანადოდ უნდა შევაპასუხო. ამ თემაზე მანამდე ვილაპარაკეთ, სანამ ალეკო მაჭავარიანმა არ გითხრა: შეავსეთ სასმისებიო და დაამატა, ეს წიგნი იქნება ლეკური ტოტი ქართულ მუხაზეო. რასულმა კითხვა: ჩემო ქართველებო, ხომ იცით მე ყველაფერში გეთანხმებითო? ალიავასკის სიტყვები საუკეთესო მაგალითია დაღესტნელთა სიყვარულის და საქართველოსადმი და ეს ფილმი სწორედ ამ მეგობრობის ჩვენებას ემსახურება. ერთხელ კახეთში ვისხედით და მამაჩემი ძალიან რაღაც ისეთ ხასიათზე იყო და ძალიან მკაცრი სუფრა წაიყვანა და რასულს ხმა არ ახასიათებდა ეს. ხმა არ მოუღია, დიდხანს უყურა და გადმოიხედა და რატომღაც მე შემხედა. თქობა ისტორიკოსი რო ვარ, ჩემს გისამართით იყო. თამადა это вечная тоска грузин по монархии გამოაცხადა დემონსტრატია ინდრო არ მიცა საშუალება იოსებ ნორეშვილმა ხო და დასკვნა გამოიტანა. თუ რა მეგობრობას უფევს ჩვენ სახელოვან მოღვაწეებს შორის, მათი ძმობა სამაგალითო უნდა იყოს მომავალი თაობებისათვის. 1991 წელს მომეცა ბედნიერება კვლავ სტუმრებოდი თბილისს. ჩვენიერი საქართველოს დედაქალაქში ლიტერატურის, ხელოვნებისა და კულტურის დიდი მოღვაწეების სამშობლოში. შოთა რუსთაველის, ლეონიდისა და ბარათაშვილის, ცნობილი აბულაძისა და სხვა მრავალთა სამშობლოში. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ძვირფასია მსოფლიოს მრავალი ხალხისათვის, რომელთა წარმომადგენლები დიდი სიყვარულით ასხამენ ხოტბას საქართველოს და მადლობას უხდიან მას. ალიავასკის მოღვაწეობა სწორედ მის მეორე სამშობლოსთან, საქართველოსთან არის დაკავშირებული, რომელსაც იგი პატივს სცემს და აღმერთებს. რასულ გამზადული კია პოეტი, მაგრამ პროზაში იგი პროზაშიც პოეტია და მართლა ძალიან საინტერესო და ისე შემიყვარდა, რომ მე გავითავისე და სულ ყოველთვის მეგონა რომ ქართველი იყო რა. აი რაღაცანაირად ის იყო, ასე მეგონა რომ რაღაცა ემასთან ძალიან ახლო უნდა ყოფილიყო. ჩვენ ერთი ტკივილი გვაქვს ჩვენ. მაი იმ ხანათ მაინც ესე იგი, როცა საქართველოს მძიმე 90-იანი წლები ნათელი მაგალითია დაღესტნელთა თანადგომისა ჩვენი ქვეყნისადმი. მათ ხარი დაუჭირეს ჩვენს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. როდესაც ქართველ ხალხს ძალიან უჭირდა და 90-იან წლებში მას ჰქონდა სეპარატისტული ომები თავის მოძმე ხალხთან, ასევე თავისი ქვეყნის ნაწილთან აბხაზიელობა.
და საერთოდ მონაწილეობა არ მიუღია ამ ძმათა მკვლელ ომებში, რაც ამ ხალხის ძალიან დიდ ბუნებაზე მეტყველებს. დიახ, 90-იანი წლები უმძიმესი დრო იყო და ალი ავარსკის მიერ ნათქვამი სიტყვები ყურად იყო დაღესტანმა. ხოლო დაღესტნის პრეზიდენტის გადაწყვეტილება და ალი ავარსკისათვის მიცემული სიტყვა კიდევ ერთხელ ადასტურებენ დაღესტნელთა სიყვარულს ქართველი ერისადმი, რომელსაც ისინი პატივსცემენ როგორც უფროს მას. Вы полагаете, что кому-то нужно, чтобы происходила война в Приднестровье? Თქვენ თვითონ ვინმე სჭირდება ეს ომები, რომლებიც მიმდინარეობენ დნესტრისპირეთში, ამიერკავკასიაში, საქართველოში და რომ არსებობენ ძალები, რომელთაც ესურთ? როდესაც მე მივიღე მოწვევა ამ კონგრესზე, ვესტუმრე ჩვენს კინემატოგრაფიის მინისტრს, რომ დოკუმენტები მომიყვანა წესრიგში. და როდესაც მან გაიგო, სად მივდიოდი, მითხრა, ნუ თუ შამილისა და რასულ გამზათობის სამშობლო, დაღესტნელი ხალხი დაუწყებს ომს საქართველოს. მე კი რატომღაც დარწმუნებული ვუპასუხე, რომ ეს არ მოხდებოდა, რომ ეს შეუძლებელია მეთქი. იქიდან გამომდინარე, რაც აქ ვნახე, ვფიქრობ, თუ კი ვინმე მიდის იმ ომში, დაღესტნის სახელით არ მიდის. მე დაღესტანში მივხვდი, რომ დაღესტანი აფხაზების მოკავშირის სახით თავს არ დაესხმის საქართველოს და არ დაარღვევს ძველძმობას. Сторону Грузию на защиту Абхазии, против Грузии нету и не будут, пожалуй, я думаю, и братство останется, по-моему. ალი ავარსკის მცდელობები და მრავალგზისი გამოსვლები მასმედიაში სათანადოდ იქნა მიღებული დაღესტნელთა მიერ. მათ ასრადაც არ გაუვლიათ, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომლის მომავალი ტრაგიკული შეიძლება იყოს. მართალია, გამზადობა ჩვენზე თქვა, რომ ჩვენ ძალიან ნიჭიერი და გენიალური ხალხი ვართ, მაგრამ არანაკლებად ნიჭიერი და გენიალური და ვაჟკაცური ხალხი არიან თვითონ დაღესტანელები. ჩვენი გენეტიკურად ჩვენთვის ყველაზე ახლობელი ხალხი. როგორც წარსულში, ისე დღესაც უამრავია დაღესტნელთა მიერ ქართველთა მხარდასაჭერად გამოვლენილი სიმამაცის მაგალითები. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ცნობილი სარდლის პეტრე ბაგრატიონის ამბავის. ბაგრატიონი არის წაყვანილი ამ რუსეთის ჯარში და სასიკვდილო დაიჭრა. და რამე ესე იგი გოძეძი გორცი ფაკელებით მიცვალებულებს ესე იგი ათვალიერებდნენ და ძარცვალდნენ ეთყობა რა სიმდიდრე იყო რაღაცა. ეს რო გადააბრუნეს, დაიწყეს თავიანთ ენაზე რაღაცა საუბარი და მოუარეს ამას. თქვენს რო ეს ჩვენია კავკასიელი კაცია. მოუარეს ამას და დააყენეს ფეხზე. გამოუშვეს და ბაგრატიონი იგონებს რომ меня спасло говорит Кавказская внешность, говорит. მერტია ჩვენთან. პეტრე ბაგრატიონის მამა იყო ქართულ ჰუსართა ესკადრონის მეთაური. და ეს ენციკლოპედიაშიც არის შეტანილი, რომ როდესაც იცნეს ბაგრატიონი და გაიგეს ვინ იყო და ვისი შვილი იყო, ის გაანთავისუფლეს. ოღონდ ერთადერთი ფიცი დაადებინეს, უბრალოდ სიტყვა დაადებინეს, ჩვენს წინააღმდეგ აღარასოდეს იომო და ასეც იყო. ბაგრატიონმა იომა ყველგან ალპებზე გადავიდა, ნაპოლეონი დაამარცხა, მაგრამ დაღესტნისა და საერთოდ მთიელთა წინააღმდეგ აღარ უამრავია. ეს ისტორიული მოვლენები მაგალითი უნდა იყოს მომავალი ურთიერთობებისათვის. ძველი დროის კავშირები დღესაც მყარდება და მტკიცდება. ამ ურთიერთობათა განვითარება კი კიდევ უფრო გააერთიანებს ამ ორ ერს.